არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით თქვენი აზრი მაინტერესებს. შორიდან რომ შეხედო ინვესტიცია სიკეთეა, იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ ვიღაცას მოაქვს დოლარები. რაღაცები აკეთა, ცხოვრება დახარჯა, ფული დააგროვა და მოიდა ჩვენთან. შენთან მოდის რაღაცას გავაკეთებ. ეხლა მოდი კონკრეტულ არაბული ინვესტიცია, საემიროებიდან მოდის, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული, წამოდი დუბაიში ცხოვრობ, რაღაც ბიზნესი გაქვს. ისეთ რაღაცებს აკეთებ, ასე ტექნოლოგიებია და რატომ დააგროვა. რაღაც მიზეზების გამო გადაწყვიტე რომ აი ამ შენი განვითარებული ქვეყნიდან ჩამოხვიდე ჩვენთან და რაღაც ბიზნესი დაიწყო. ესე იგი, რომ დაიწყო ბიზნესი, უნდა ჩამოიტანო დოლარები. გახსნი ოფისი. აქ რაღაც ვიღაცას დაასაქმე, დამლაგებელი იქნება, დაცვა იქნება. ოფისი იყიდი, ქართოს მივაფოლი იქირავებ, ქართოს მივაფოლი. მე რაღაც მიწას გამოისყიდი და რაღაცას ააშენები. ჩვენი მოხმარებელი მიიღებს, მაგალითად ვიღაცა ბინას იყიდის. ან რაღაც ოფისის ცენტრს იყიდის. მშენებლობა, ცემენტი, რაღაც არ კინა, ბიზნესი სამეთა დაკავებულია, ყველა ამისგან ხეირობს. მე ვიღაც შეიძლება თქვა ეს სახლი ვიღაც უცხოელმა იყიდოს. უცხოელი თუ იყიდის ამ სახლს, ან რაღაც უცხოელი კომპანია, ისინი აქაც მაღაზიაში მივლენ, ტანსაცმელს იყიდიან, ანუ სიამდვილეში ჯერ ხო ეს 6 მილიარდი შემოვა, ნუ რამდენიც უნდა შემოვიდეს თქვა თავისი 100 მილიონი იყოს, მილიარდი იყოს, ეს რაღაც შექმნის. თუ წარმატებული ინვესტიცია, ან თუ წარუმატებელია, ნუ ოკეი, უბრალოდ დროებით საჩუქარი გავიკეთეს და წავიდნენ, მაგრამ თუ წარმატებულია, ეს სასტუმრო, ბიზნეს ცენტრი, ბინები გენერირებენ დამატებით შემოსავალს. ერთ-ერთი როგორც არის ხოლმე ამ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს რო ყოფილიყო ნორვეგიული კომპანია, ან ამერიკული, იდეაში ალბათ ნაკლებ კითხვას გააჩნდა, იმიტომ რომ ჩვენ მაინც რაღაც ესეთი საფრთხით უყურებთ არაბებს, ირანელებს, ჩინელებს, ნუ არაბებს და ირანელებს მით უმეტეს, იმიტომ რომ ძიმე წასული გვაქვს, ასე თქვა, ხო? ზოგჯერ ოდესღაც დაპყრობილები ყავდით და ნუ რაღაც აი ხო ის სხვა რელიგიის, სხვა კულტურის და ეხლა გასაგებია რომ რაღაც გაგებით ნორვეგიელი მაინც უფრო ახლოს არის, მინიმუმ ქრისტიანი მაინც არის, ანუ რაღაც გაგებით ვიდრე თქვა არაბის შემთხვევაში. ამიტომ ჩვენ საზოგადოებაში არის ეს განცდა, რომ აი ვიღაც მუსლიმები შემოვლენ, მე ამბობენ რომ ისინი რუსებზე ამბობენ ამას, რომ რუსებს დაიქირავებენ, არაბები ჩამოიყვანენ არაბ მუშებს და შემდეგ ხა არაბ მუშების უნახია ზოგადად საემიროებში ხა არაბები იქით ჩადიან სხვა ქვეყნებში 10%-ია მეგონი მოსახლეობის დანარჩენი შემოყვანილი ემიგრანტები ყავთ რა მუშებად ამუშავონ სხვადასხვა მაგრამ ვინც არ უნდა ჩამოიყვანო მუშად, აი რომს ჩამოიყვანო, ის ხო დროებით ჩამოყავს, ჩამოდის და მიდის. იმდუეთიდან რომ ჩამოდიოდა, იტყოდი რომ აი ღმერთმა იცის კიდე რა ესეთი კულტურა აქვს კორპორატიული მაგალითად ინდუელებს ან რა ისეთი რომ თქვა რომ აი მაინდამაინც გაგვამდიდრებსო რა. ინვესტიცია მაინც კარგია, მაგრამ ეს შიშს კიდე რაღაც საფუძველი ექნებოდა და აქ კიდე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყნიდან მოდის ინვესტიცია. უბრალოდ ახლა მათი გადმოსახდა 6 მილიარდი ძალიან ცოტა, აი ხა ასობით მილიარდი ამაზე. ყატარმა 200 მილიარდი დახარჯა ფეხბურთის ჩემპიონატზე. უბრალოდ სხვა მარტავები აქვს ტიპებს. მაგრამ ჩვენთვის მაგრა ასწორებს 6 მილიარდი უზარმაზარი თანხაა ჩვენთვის.